სინამდვილეში კარგად ჩანს, რომ გამოკლებაზეა საუბარი, ხო? გამოვაკდა, მაგრამ 7 გამოკლებული 10 ეგ არის იგივე, რაც 7 დაამატო -10. ცალკე იქ ჩავწერ ანალოგებს, რაც დამატებით მინდა რომ დაგანახო, რომ იგივეა. ანუ რომ ეწეროს ელენე პლუს მინუს 10, აი ამ რაბოლოდ წეგანაკ შეკრებაში მსგავსი რო გვეწერა, რა დავიწერეთ, რა ვთქვით? პლუს მინუსი იგივე მინუსიო, ანუ რად გადაკეთდება ეს მაგალითი? ანუ იგივე წესით ვიხელმძღვანელებ გამოკლების შემთხვევაშიც -3, დიახ, ან დიდს გამოვაგდა პატარა და დიდის ნიშანი დავწერეს, ეგ -3 ყოფილი. კარგი, ეხლა ეს. დიდს გამოვაგდა პატარა? კი, იმიტომ რომ ეს შემთხვევაა, სხვადასხვა ნიშნიანების შეკრების შემთხვევა. კი, ისევ იგივე წესი, მაგიტომ ვუთხარი, რა მკითხა, შენ წესს წერდი მგონი. ნახე როგორ რაღაცა მკითხა მასო გამოკლებაში რა ხდებაო და ვუთხარი იგივე წესები ხორციელდება მეთქი და ეხლა ვუმტკიცებ რატომ? იმიტომ რომ ეს ჩანაწერი იგივეა, რაც ეს ჩანაწერი. არა, -14-ია. მოდი დავწეროთ. დამატების არა, ნახე, +-5-მა, ასეთმა ჩანაწერმა სახე იცვალა, პლუს-მინუსი გახდა მინუსი და აღმოჩნდა, რომ დაწერეს -9 -5. სინამდვილეში რა ხდება? ერთნაირი ნიშნიანები იკრიბებიან. და მან როგორ შევთანხმდით წესი როგორია? უკან გადავდივარ, ანუ აღმოჩნდი -14-ში. ან მეორენაირად როგორც წესი გვეუბნებოდა, დავამატე ერთმანეთს და ნიშანი იგივე დავტოვე, ანუ -14. კარგი. აქ ცოტა განსხვავებულია, ეს არ მithქვამს და ეხლა კარგია რომ დავწერეთ მოყვება. მოდი ჯერ შევთანხმდეთ ესეთ რაღაცაზე. -მინუსი დავამატოთ აი იმ სიაში. რა ხდება, როდესაც შევხვდა -. კი, ეგ იცით თქვენ ძალიან კარგად რომ გაპლიუსდება. ანუ რა მივიღე? 7-ს მივუმატოთ 1 მივიღე. ისევ დამატება მივიღე, რომელზე პასუხიც წესების გარეშე ვისეც ვიცი. 7-ს მივუმატოთ 1 არის 8. კარგი, და ამ შემთხვევაში ანალოგიურად თუ ვიმოქმედებ და ამას რო შევხედავ -მინუსი რო წერია, დავწერო პლუს ის დავტოვე როგორც არის ისე იმას ვერ ვეხები. -3-ს +5. არ აღმოჩნდა ისევ ის დამატების მაგალითი? ნახეთ აბა. -3-ს +5. არა. სხვადასხვა ნიშნიანები არიან. ნახე, ეს უარყოფითია, ეს დადებითია. აბა? არა, მანდ ორივე ერთნაირ ნიშნიანი იყო დამატებაში. 5 გადაიტანეთ იქ მარტო. ხო, -5 გადავიტანე, ანუ -9-ს. არა, მას მე ვიგო, 5 გავწოდე, აი -9 გამოკლებული 5 და არა -5. ხო, -5 მაქვს, ანუ მინუსი მაქვს, არა -5, არამედ გამოკლება 5 მიწერია. იმიტომ რომ პლუს-მინუსი გადაიქცა მინუსად. მაგრამ აქ მასეთ რამეს ხო ვერ ვიზამ, ანუ -3-ს -5 მეწერა, -მინუსი გამიპლუსა, ანუ დამატებად გადაიქცა. და -3-ს დამატებული 5 მაძლევს იმ შემთხვევას, როდესაც სხვადასხვა ნიშნიანები იკრიბებიან. ანუ თუ სხვადასხვა ნიშნიანები მაქვს რა მიწერია, დიდს უნდა გამოვაკლო პატარა და დიდის ნიშანი დავტოვო. კაი, არ მინდა წესი. ვთქვათ, მაგ -3-ს -5. უყურეთ, რიცხვი და გერძი მაქვს. მოდი აქ ავიღოთ სათავე. აქ იყოს -3 და აკლდება -5 ერთეული. ეს რას მეუბნება? -5 ერთეული თუ უნდა დააკლდეს, ესე იგი, რამდენი ერთეული უნდა დაემატოს? -მინუსი უნდა ვიცოდე, რასაც ნიშნავს. სინამდვილეში ეს არის პლუსი. თუ ემატება 5 ერთეული, სად აღმოჩნდი? 1 ერთეული, 2 ერთეული, 3, 4, 5. რასთან მოვსუვარ? 2-თან. ასეც ვერ გავიგე. -3-ს -5-ო, ხო? ანუ თავარი არის რომ ეს ვიცოდე რომ -მინუსი პლუსია. ანუ გამოდის რომ მაქვს 3 მუხტი რომელიც არის გაფერადებული და 5 მუხტი მაქვს რომელიც არის დადებითი. ანუ დამრჩა 2 და დადებითი. კიდევ ანალოგიური წესი. ვალებზე რო გადავიდეთ. მართალია ელენე, ეგ შემთხვევად განვიხილოთ. ანუ 3 ლარი ვალი მაქვს და რა ვქენი, ამ შემთხვევაში 5 ლარი მაქვს, რომელსაც შემიძლია ეს ვალი გავისტუმრო. 5 დადებითია. ოღონდ ეს დადებითობა საიდან მოვიტანე? მთავარი კვანძი სად იყო? ეს უნდა გავიხსენოთ, რომ ამის გარეშე ვერც ერთ წესს ვერ მოვერგები. ეს ამ მთავარი, -მინუსი რო პლუსია. კიდე დავწერ. მოდი აბა ვცადოთ. დავწეროთ ესეთი რაღაცა -10 -2, დავწეროთ -10 -15. ანუ სხვადასხვა მოდულით დავწერე. გასაგებია, მისაღებია? გადავედით ნინოზე, ნინო. რა შვები? მოიცა არ უსმინო ერთ წამს. ჩანაწერში რაც ცვლილებას განახორციელებდი, რომ ჭხილი მოიშორო. ეს არის ჩემი პირველი კითხვა. ჩანაწერში რაც ცვლილებას განახორციელებდი, რომ ჭხილი მოიშორო. არა, ჭხილის მოსაშორებლად, ჭხილი რომ მოვიშორო, რა გავაკეთო? ორადო როგორ? რომ ვხედავ -, რად გადავაქციო ის? დადებითად დავწერე -10 +2. ახლა შეხედე წესების მიხედვით. როგორ ნიშნიანებს კრიბავ? -8. ოკეი. ანუ გამოდის რომ არ ვიცი ხო დავწერე. ხო. არა? დიდი აღმოჩნდა თვითონ, ამიტომ ნიშანი მითხარი გამისწორე? 5 პროსტა, კი. ჩა? კაი, მაგალითებზე მე იმას ვიზამთ, რა ქვია, უფრო დავხვეწავთ, იმედს ვიტოვებ. ხო, პროსტა, ვიდეოშიც პროსტა ვთქვი.
მაგალითი რა იყო და -10 -15 და გამრავლება გაყოფა. ელენე 1 საათიან გაკვეთილს ვერ უძლებს. 5 წუთი მინდა 10 წუთი 5 წუთი. გამრავლება გაყოფა. აქ ვაკეთებ ესეთ რაღაცას. მხოლოდ წერ ნიშნებს. თუ მაქვს უარყოფითი რიცხვი. ასე ჩავწერთ თქვენი ნებართვის რიცხვს საერთოდ არ უწერ. ანუ ჩათვალეთ რაღაცა ფორმულებს ვამზადებთ ასე რომ შპარგალკას ვამზადებთ. მინუს რიცხვი თუ მრავლდება პლუს რიცხვზე. პასუხი ყოველთვის იქნება მინუსი. პლუს რიცხვი თუ მრავლდება მინუს რიცხვზე, ანალოგიურად პასუხი იქნება მინუსი. ანუ ნამრავლში ერთ-ერთი მამრავლი თუ გაერია უარყოფითი, პასუხი უარყოფითი გამოდის. კი, მაგასაც დავწერთ. თუ დადებითები მრავლდება, ისეც ვიცოდით აქამდე რომ დადებითი პასუხი მიიღებოთ. ეგეც დადებითია. კი ბატონო, ანუ ნახეთ, ესე გავაცალკევოთ ეგ. ორი უარყოფითი შემთხვევა მაქვს, ორი დადებითი შემთხვევა მაქვს. როდის რომელი მე მგონი ზუსტად იგივე უნდა გადავწერო გაყოფაში. გეთანხმებით? პლუსზე თუ გაიყო მინუსია პასუხი, პლუსი თუ უარყოფითზე გაიყო, ასევე მინუსია პასუხი, ხოლო თუ პლუსი პლუსზე გაიყო, რა თუნდა ამას წერა, მაგრამ მაინც ეწეროს აქ ბარემ და მინუსი თუ გაიყო მინუსზე, ეგეც არის პლუსი. არ აქვს რისხავს მნიშვნელობა, ხო? ჩვენ ვიცით პრინციპში, ამიტომ ეს არის არ არის ძნელი. პრინციპი იგივეა. თავარია წილადები კარგად იცოდე და წილადები იცი უკვე, ასე რომ არაა ძნელი. всё. ხო. დიახ. ხო. 3-დან დაახლოებით 5-მდე, ანუ 2 საათი